ჯონ ბევირი, გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მეორე, მინიჭებული უნარები. ერთი მეგობარი მყავს სახელად ჯიმი, რომელიც უფროსკლასელი გოგონების კალათბურთის გუნდს ავარჯიშებდა 18 წლის განმავლობაში. მთელი ამ ხნის მანძილზე შტატის ჩემპიონატში ერთხელაც ვერ გაიმარჯვეს. წლები გადიოდა და გუნდი ან რეგიონალური ფინალიდან ვარდებოდა, ან შტატის ჩემპიონატის პირველი რაუნდიდან. ჯიმი მიყვებოდა. იმედგაცრუებული ვიყავი და თავის დანებებაც მინდოდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ღვთისმადლის ძალა აღმოაჩინე. ჯიმმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. აღარ აპირებდა საკუთარი ძალით მწვრთნელობის გაგრძელებას, როგორც 18 წლის განმავლობაში იქცეოდა, არამედ მთლიანად ღვთისმადლს მიენდო. მან უფალს რჩევას თხოვა და ასეთი პასუხი მიიღო. ვარჯიშის წესრიგი შეცვალე. 85 წუთიანი ვარჯიშის ნაცვლად 45 წუთი გასახდელში ბიბლიის კითხვას, გაზიარებას და ლოცვას დაუთმე, ხოლო დარჩენილი 45 წუთი ვარჯიშს. ჯიმმა მითხრა: ჯონ, ეს ყველაფერი პროდუქტიულობას ეწინააღმდეგებოდა. უნარებისა და გარბენების დახვეწა გვჭირდებოდა. ვარჯიშებისათვის გამოყოფილი 85-ვე წუთი აუცილებელი იყო, თუმცა ვიცოდი, რაც მოვისმინე ღვთისგან იყო. ჯიმი თხრობას განაგრძობდა. გოგონებს ახალი სტრატეგია გავაცანი. მათი აზრით, ასეთი მიდგომა მეტისმეტად რელიგიური იყო და სისულელეს ჰგავდა. ზოგიერთებს იმედი გაუცრუვდათ, როცა პირველად მოისმინეს, მაგრამ ჩემი გულის ნადების გაზიარების შემდეგ დამთანხმდნენ. ჯიმმა ღიმილით მითხრა: იმ წელს პირველად მოვიგეთ შტატის საკალათბურთო ჩემპიონატი და ეს საკმარისი არ იყო, მომავალ წელსაც იგივე გავიმეორეთ. მან ასეთი განმარტება გააკეთა მეორე წლის შტატის ჩემპიონატთან დაკავშირებით. ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ფინალური თამაშის ყველა ახლოდან შესვლა გავაფუჭეთ. ამაცდენილი ქულებით ვერაფრით გავიმარჯვებდით, თუმცა სტატისტიკის განხილვის შემდეგ გავიგეთ, რომ იმ თამაშში სამქულიანი ტყორცნების რეკორდი დავამყარეთ. ამ სამქულიანებმა გადაწონა ყველა წარუმატებელი ახლოდან ტყორცნა და მოგებისათვის საჭირო ქულა მოგვიტანა. გაძლიერება. ჯიმმა ღვთაებრივ სიბრძნეს მიაგნო. ფაქტობრივად, ეს პავლეს აღმოჩენის ანალოგიური გახლდათ. ის, რაც სტატისტიკურად 21 საუკუნის ეკლესიების 90%-ს უსხლდება. მიგნება ამაში მდგომარეობს. ბიბლიური მადლი მხოლოდ გადარჩენის უსასყიდლო ნიჭიროდია, არამედ ცხოვრებაში საჭირო ძალა. განვიხილოთ პავლეს სიტყვები, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ისინი ღვთის ბაგეებიდან გამოვიდა. საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-12 თავის მე-9 მუხლი. აქ არ არსებობს კითხვა ან გაურკვევლობა. ღმერთი პირდაპირ მიუთითებს მის მადლზე, როგორც ადამიანის გამაძლიერებელზე. ზემოხსენებულ მუხლში სიტყვა უძლურება უნარობას ნიშნავს. უფალი პავლეს ასევე მე და თქვენ გვიცხადებს: ჩემი გაძლიერება, მადლი ოპტიმალურია იმ ვითარებაში, რომლებიც თქვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ჯიმის მუხლჩაუხრელი შრომა 18 წლის განმავლობაში ამავე აღმოჩნდა მისი გოგონების ჩემპიონატში გასამარჯვებლად. ეს წლები სხვა არაფერი იყო თუ არა წარუმატებლობა, თუმცა ნამდვილად ღირდა იმ აგონიად და მრავალ იმედგაცრუებად, რის ფასადაც ჯიმმა ღვთიური სიბრძნე აღმოაჩინა. ღვთიური სიბრძნე გვაძლიერებს, რომ ჩვენი ბუნებრივი უუნარობა დავძლიოთ. სხვა წერილში პავლე თამამ განცხადებას აკეთებს: ყველა მოციქულზე მეტი ვიშრომე. თუ მართლა დაწერა ეს. დაფიქრდით, ვინ არის ამ სიაში? პეტრე, იაკობი, იოანე, ბარნაბა, აპოლოსი და სხვა დიდი მოციქულები. ცოტა არ იყოს ქედმაღლურად ჟღერს, მაგრამ თუ მის განცხადებას ბოლომდე წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ საქმე სხვაგვარადაა. ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე, თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-15 თავის მე-10 მუხლი. პავლე ღვთიური ძლიერებით ტრაბახობს და არა საკუთარი უნარებით. ამრიგად, ეს თავის კვეხნაში არ ჩაეთვლება. იგი ღვთიური მისიის შესრულებას მისივე მადლით ცდილობდა. წლების იმედგაცრუებისა და საბოლოოდ განჭვრეტის შემდეგ, ჯიმი როგორც მწვრთნელი ღვთიურ გაძლიერებას მადლს ენდობა, რომ იმაზე მეც მიაღწიოს, ვიდრე საკუთარი ძალით მოახერხებდა. მან ეს სიბრძნე ცხოვრების ყველა ასპექტში გაითვალისწინა, რომ ცული გალესილი ჰქონოდა. ახლა ჩვენს პირად მისიას დავუბრუნდეთ. ისევ ვიმეორებთ ღვთის სიტყვის განცხადებას. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ. ეფესელთა მიმართ მეორე თავის მე-10 მუხლი. ღმერთმა თავად მოგიმზადა დავალება თქვენს დაბადებამდე. სწორედ მისი შექმნილი მოწოდება მოგიტანთ ნამდვილ სისრულეს და არა სხვა რომელიმე საქმიანობა ან თამაში. ეს თქვენი მიზანია და ნიშანდობლივია მისი სიდიადე. რაც შეეხება აღსრულებას, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომლის ცოდნაც გვმართებს. თქვენი ხვედრი
რომელიც ღმერთმა წინასწარ მოგემზადათ, თქვენს ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. ნება მომეცით ეს სრულიად ცხადად დაგანახოთ. შეუძლებელია ღვთიური დავალების ბუნებრივი ძალებით შესრულება. საიდან ვიცი, რომ ეს სიმართლეა? ღვთისმტკიცე განცხადებიდან, რომ ის თავის დიდებას არავის გაუნაწილებს. იხილეთ ესაიას 52 თავის მე-11 მუხლი. რომელიმე ჩვენგანს ღვთისგან დადგენილი ხვედრისათვის საკუთარი ძალებით რომ მიეღწია, მას თავისი დიდების ჩვენთვის გაზიარება მოუხდებოდა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. მან წინასწარი განზრახვით დასახა თქვენი მოწოდება ბუნებრივი უნარებისათვის შეუძლებელ საქმედ, რომ მის აღსასრულებლად ღვთაებრივ მადლზე დამოკიდებული ყოფილიყავით. სპეციფიკური უნარები. გარდა ამისა, უნდა გამოვიძიოთ, არსებობს თუ არა მადლის განსაკუთრებული ნიჭი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებრივი შესაძლებლობების მადლით გაძლიერების ანალოგიურად, არსებობს თუ არა სპეციფიკური უნარები, რომლებსაც ღვთისგან ვიღებთ ჩვენი მისიის შესასრულებლად. ნება მომეცით პასუხი რამდენიმე მაგალითის გამოყენებით გაგცეთ. როჯერ ფედერერი ვერასდროს გახდებოდა მსოფლიოს უდიდესი ჩოგბურთელი, ჩოგანსა და ბურთთან შეხება რომ არ ქონოდა. ქალაქში ცნობილი უმშვენიერესი ხის ნაკეთობების ხელოსნის ვინაობა არავის ეცოდინებოდა, იარაღები რომ არ ქონოდა. თქვენ ვერასდროს მოისმენდით მიქელანჯელოს შესახებ, საჭრისი, ფუნჯი, საღებავი ხელში რომ არ აეღო. ჭეშმარიტია თუ არა იგივე მიდგომა ჩვენი მოწოდების მიმართ. ორი მოკლე ამბავი ამის ნათლად დანახვაში დაგეხმარებათ. როცა პირველად დავიწყე მსახურება, გამორჩეულ ქებისა და თაყვანისცემის ლიდერს შევხვდი. ეს ბატონი მსოფლიოში ცნობილი ევანგელისტის მსახურებაში თაყვანისცემას უძღვებოდა 1900-იან წლებში. ხსენებული მახარებელი გასული საუკუნის 70-იან წლებში გარდაიცვალა და ქებადიდების ლიდერმა საკუთარი მსახურება წამოიწყო. იგი ხშირად სტუმრობდა ჩვენს ეკლესიას 1980-იან წლებში და აღმოაჩინე, რომ მივჩერდებოდი ხოლმე და აღფრთოვანებით უსმენდი. ის ძალზე ნიჭიერი გახლდათ. ფორტეპიანოზე ისე უკრავდა, რომ მსგავსი იშვიათად მომესმინა და ამას სრულიად ძალდაუტანებლად აკეთებდა. მას დროის უმცირეს მონაკვეთში შეეძლო 3500 ადამიანის აღძვრა ფეხზე წამოსადგომად გალობისა და ცეკვისათვის. როცა ღმერთს ადიდებდა, ატმოსფერო იცვლებოდა. ეს ღვთის თანდასწრებას მოჰქონდა. ჩვენს ეკლესიაში მსახურებისათვის ბოლო რამდენიმე ჩამოსვლაზე მისი მასპინძლობის პატივი მხვდა წილად. დროის ერთად გატარების შესაძლებლობით ვისარგებლე და კითხვები დავუსვი, რომ უფრო მეტი გამეგო მის უნარებზე, რომლებიც ღმერთმა უბოძა. აღმოაჩინე, რომ მისი ღვთისმოსავი და მიძღვნილი დედა დღის განმავლობაში საათების მანძილზე ლოცულობდა. მან თქვა: ჯონ, როცა ჯერ კიდევ დედაჩემის მუცელში ვიყავი, ერთი კაცი, დედამისი დარწმუნებული იყო, რომ ეს ანგელოზი გახლდათ, გვესტუმრა. კაცმა, რომელიც დედაჩემს მანამდე არასდროს ენახა, ასე თქვა: შენი ვაჟი მრავალ ადამიანს შეიყვანს ღვთის თანდასწრებაში და ფორტეპიანოზე შესანიშნავად დაუკრავს ადრეული ასაკიდან. ამას მოჰყვა ამბისის ნაწილი, რამაც ძალიან განმაცვიფრა და არასდროს დამავიწყდება. ერთ დღეს ჯერ კიდევ ახალფეხადგმული მიუჯდა მშობლების პიანინოს და სრულყოფილად დაკვრა დაიწყო რაიმე წინასწარი გაკვეთილების ან მომზადების გარეშე. ეს არ იყო ცალცალი თითებით დაკვრა, არამედ რთული პიესა, რომლის შესრულებასაც მხოლოდ სამუსიკო სკოლის გამოცდილი მოსწავლეები თუ გაბედავდნენ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ნოტების ფურცლის გარეშე გააკეთა. იქიდან მოყოლებული შესანიშნავად უკრავდა და არასდროს იყენებდა ნოტებს. ნებისმიერი სიმღერის დაკვრა სმენით შეეძლო. მას სიმღერის მოსმენისა და მეხსეულად დაკვრის უნარი ჰქონდა. მისი მსახურება ჯერ კიდევ პატარა ბიჭობისას დაიწყო მშობლიური ქალაქის მთავარ საეკლესიო მსახურებებზე. ბოლოს ნიჭმა გზა გაუხსნა ცნობილი მახარებლებისათვის მსახურებაზე დასაკრავად. ცხადია, რომ მას ნიჭი ჰქონდა, ღვთიური უნარი. კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი გახლავთ აკიანე კრამარკი. მან ყოველგვარი გაკვეთილების გარეშე 4 წლის ასაკში დაიწყო გამორჩეულად ხატვა. 6 წლისას უკვე შეეძლო არა მარტო რთული საგნების, არამედ საკუთარი წარმოსახვის სტილოზე გადატანა. მან 8 წლის ასაკში დახატა ახლა უკვე კარგად ცნობილი მშვიდობის მთავარი, რომელიც ჩემი მაგიდის უკან მიკიდია. ცხადია, რომ მას ნიჭი ჰქონდა, ღვთიური უნარი. რატომ ჯილდოვდებიან ნიჭით მხოლოდ ერთეულები? მართლა ასეა საქმე? კითხვა ასე უნდა დავსვათ. ღვთის შვილებიდან ზოგიერთი ბევრი თუ არა იღებს სხვადასხვა ნიჭს. მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ თავის საწყის მუხლს. და გვაქვს ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი გარკვეული საქმეების საკეთებლად, რომაელთა მე-12 თავის მე-6 მუხლი. ამ მუხლში ორ მეტად მნიშვნელოვან, მაგრამ განსხვავებულ სიტყვას ვხედავთ. პირველი, მადლი, უკვე განვიხილეთ და ეს არის ბერძნული სიტყვა ქარის. ამ სიტყვას დავურთოთ მა და მივიღებთ მეორე ბერძნულ სიტყვას ქარიზმა. ეს გახლავთ ჩვენი ნიჭების აღნიშნული სიტყვა პირველად მოყვანილ მუხლში, რომელიც ჩვენი დაკვირვების ობიექტი გახდება.
ბერძნული ლექსიკონების წლების მანძილზე შესწავლისა და ახალ აღთქმაში ქარიზმას გამოყენების კონტექსტის კვლევის შედეგად ასეთ განსაზღვრებამდე მივედი. ქარიზმა მადლის განსაკუთრებული მინიჭება, როცა პიროვნებას სპეციფიკური უნარი ეძლევა. ეს უნარი სინამდვილეში ღვთიური შესაძლებლობაა, რომელსაც ღმერთი კონკრეტულ ადამიანს ანდობს და ის ყოველთვის აღემატება მის ბუნებრივ თვისებებს. მეორე მხრივ არსებობს სხვა ერთი შეხედვით ბუნებრივი ადამიანური უნარები, რომლებიც რეალურად არაორდინალურია. ზოგიერთი მათგანი დაბადებისას მიეცემათ, სხვები კი განსაკუთრებულ დროს უფლის სიტყვისამებრ. წერის ქარიზმა. ნება მომეცით დავიწყო ქარიზმის გამოკვლევა ჩემი ცხოვრების მაგალითიდან, ჩემს წინაწიგნში მარადისობით ამოძრავებული რამდენიმე პირადი ხასიათის ამბავი გაგიზიარეთ. ჩემი ცხოვრების ქარიზმა წერა გახლავთ. თუ ჩემს მსახურებებს წლების მანძილზე არ ადევნებთ თვალს, არ გეცოდინებათ, რომ ინგლისური ენა, თავისუფალი თემის წერა და უცხოენები ჩემთვის ყველაზე რთული საგნები იყო სკოლაში. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ინგლისურის მასწავლებლები ისე ჩამივლიდნენ, თითქოს აღარ შეეძლოთ კიდევ ერთი წელი ჩემიატანა. როცა ჩვენს კლასს მარტივ ერთგვერდიან ან ორგვერდიან დავალებებს აძლევდნენ, საათები მჭირდებოდა მის შესასრულებლად. რამდენიმე წინადადებას დავწერდი, დავაშტერდებოდი და ყოველ მომდევნო წუთს ზიზღის გრძნობას მიძლიერებდა ჩემი ნაწერის ცვალებადი და პათეტიკური ტონი. ბოლოს ფურცელს ჭუმუჭნიდი, რომ ყველაფერი ხელახლა დამეწყო. ამ პროცესს რამდენიმეჯერმე ვიმეორებდი და ვხარჯავდი ძვირფას ფურცლებს, დროსა და გონებრივ ენერგიას. მახსენდება შემთხვევები, როცა მთელი 1 საათი ვწერდი და პირველი 2 აბზაციც კი არ მქონდა დასრულებული. თუ ჩემს შეფასებაში ეჭვი გეპარებათ, ნება მომეცით SAT ტესტირების შედეგები მოვიყვანო. ალბათ იცით, რომ ეს ბევრ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში შესასვლელად სავალდებულო ტესტი გახლავთ. როცა მისი წერა მომიხდა, ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილებისგან შედგებოდა. რასაკვირველია, ვერბალური ნაწილი სინამდვილეში ინგლისურის გამოცდა იყო. გამოიცადა ჩემი კითხვისა და წერის უნარები. ტესტში შეგეძლოთ მაქსიმალური 800 ქულის მოპოვება. ვერბალურ ნაწილში 370 ქულა მივიღე. დიახ, სწორად წაიკითხეთ. თუ ამ მაჩვენებელს პროცენტულად გამოვსახავთ, უზარმაზარ 46%-ს მივიღებთ, რაც შეფასებათა დიაგრამაზე დამაკმაყოფილებელს ნიშნავს. 30 წელზე მეტია, რაც მოგზაურობ და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთ ადამიანს შევხვდი ჩემზე დაბალი ვერბალური ტესტირების ქულით. მოდი უკან დავბრუნდეთ, როცა 30 წელს ჯერ კიდევ ახლად გადაცილებული ვიყავი. 1991 წელს ზაფხულის ერთ დილას, როცა ლოცვისათვის ვიყავი განმარტოებული შორეულ და უდაბურ ადგილას, ღმერთი დამელაპარაკა. შვილო, მინდა რომ წერო. ჩემთვის გამეცინა. ღმერთო, იმდენი ძე და ასული ყავს ამ დედამიწაზე, რომ როგორც ჩანს ვიღაცაში შეგეშალე. არ გენდომება რომ წერო? კითხე ჩემი ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომელიც უფროს კლასებში მასწავლიდნენ. პასუხი არ იყო, მხოლოდ სიჩუმე. უფლის სიჩუმე თანხმობის ნიშნად მივიჩნიე. თავი დავარწმუნე, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, თუმცა ჩემმა გულმა უკეთ იცოდა. 10 თვის შემდეგ ჩემთან სხვადასხვა შტატებიდან 2 ქალი ჩამოვიდა 2 კვირის შუალედით და ორივემ ერთი და იგივე სიტყვები მითხრა. ჯონ ბევირ, თუ არ დაწერ, რასაც ღმერთი გეტყვის, შენს ნიშს სხვას გადასცემს და ერთ დღესაც მის წინაშე ანგარიშგება მოგიწევს. როცა ტექსასიდან მოსულმა მეორე ქალმა ფლორიდიდან მოსული ქალის სიტყვები გამიმეორა, ღვთისწმინდა შიში დამეცა და ავმოქმედდი. 1992 წელი იდგა. მაშინ აიპადები ჯერ კიდევ არ არსებობდა და მხოლოდ ფურცლები და კალმები იყო. ამრიგად, ავიღერვეულის ფურცელი და მსხვილი ასოებით დავწერე. კონტრაქტი. შემდეგ მოყვებოდა ტექსტი. მამა, წერა არ შემიძლია. შენი მითითებების შესრულებისათვის მადლი მჭირდება. თუ დავწერ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყოველი სიტყვა შენი სულით იყოს შთაგონებული და უხვად გადმოდიოდეს შენი ცხებულება. გთხოვ, რომ მან შეცვალოს მამაკაცები, ქალები, ბავშვები, ეკლესიები, ქალაქები და ერები. წინასწარ ვფიცავ, რომ შენ მოგიძღვნი ყოველ პატივს, ქებას, დიდებასა და მადლიერებას. ამ კონტრაქტს, აღთქმას, ვდებ შენთან იესო ქრისტეს ძალმოსილი სახელით. შენი ძე და მსახური, ჯონ ბევირი. ახლა ისევ დავბრუნდეთ დღევანდელობაში 30 წლის შემდეგ. ამჟამად 20-ზე მეტი წიგნი მაქვს დაწერილი და მათი საერთო ტირაჟი 10 მილიონებს აღემატება. ბევრი მათგანი ბესტსელერად ითვლება საერთო და ქრისტიანულ ბაზარზე ადგილობრივად თუ საერთაშორისო მასშტაბით. წიგნები მსოფლიოს 100-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და რამდენიმე ქვეყანაში ყველაზე მეტი ტირაჟით გამოიცა როგორც საერო, ისე ქრისტიანული ლიტერატურის კატეგორიაში. თითქმის ყველა წიგნის მთლიანი შინაარსის 20-დან 30%-მდე არც გამიგონია და არც წამიკითხავს ან მიფიქრია. აზრები კლავიატურაზე ბეჭდვისას მომდიოდა. რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, როცა სახლის კაბინეტსა თუ სასტუმროს ნომერში შინაგანად ამავსო ჩემ მიერ დაბეჭდილმა ტექსტმა. ასე დროს წამოხტებოდი ხოლმე და შევძახებდი: ეს რა კარგი რამეა. ალბათ იფიქრებთ, რომ ასე არ შეიძლება და ეს უკვე სიამაყეა. პასუხად გეტყვით, რომ ვიცი საიდან მოვიდა წიგნების შინაარსი. ჩემგან არა.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სახელი ამ წიგნებზე მხოლოდ ერთი მიზეზით არის აღნიშნული. პირველი ვიყავი, ვისაც ზეცის გარეთ ისინი წაეკითხა. ვიცი, რომ სიტყვები სული წმინდისგან მოდიოდა. ეს დიდად არ განსხვავდება პავლე მოციქულის ერთი შეხედვით ქედმაღლური ნათქვამისგან, სხვა მოციქულებზე მეც შრომობდი. განა ისი არ ჩანს თითქოს კომპეტენტური, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და მასზე შეყვარებული ადამიანი წერს, და მაინც წერილიდან ვხედავთ, რომ პავლე ღვთის მადლის ნიჭით უფრო იკვეხნის, ვიდრე საკუთარი შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ზაფხულის დილას, როცა ღმერთი ლოცვაში დამელაპარაკა, ჩემს ცხოვრებაში წერის ქარიზმა გამოთავისუფლდა. თუმცა მანამდე არაფერი მომხდარა, სანამ ღვთის დამორჩილების გადაწყვეტილება არ მივიღე, რომ ეს უნარი ცხოვრებაში ამოქმედებულიყო. ზოგიერთები შემეკამათებიან, ამიტომ წინასწარ ვაცხადებ, რომ უთანხმოებად არ ღირს. ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ვცდებოდე, ამიტომ ნებამომეცით ის გავახმოვანო, რასაც ხვები მოიყვანდნენ საწინააღმდეგო მოსაზრებად. ერთნი დაიჟინებენ, რომ ეს ნიჭი 1979 წელს მომეცა ზეციდან შობისას. ამ დისკუსიას გამოცდილების თვალსაზრისით ვერ განვიხილავ, რადგან არაფრის წერა არ მიცდია 1979 წლიდან 1992 წლამდე, როცა კონტრაქტი შევადგინე. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ამ ნიჭით არ დავბადებულ ვარ, როგორც ზემოხსენებული პიანისტი, თუმცა დედააზრის გამოკვეთა შეიძლება. ზოგიერთს ნიჭი ჩასახვისთანავე ეძლევა. მაგალითად, წმინდა წერილიდან ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემელი დედის მუცელშივე იყო ავსებული ღვთის სულით, რომელიც ნიჭებს ანაწილებს, რადგან იცნო მარიამში ჩასახული ცოცხალი ქრისტე, თუმცა ჯერ კიდევ ელისაბედის წიაღში იმყოფებოდა. იხილეთ ლუკას სახარების პირველი თავის 41 მუხლი. 30 წლის შემდეგ იგივე ნიჭი დაეხმარა იოანეს, რომ ქრისტე ამოეცნო. ყველაზე უწინ, როცა ის მასთან მოსანათლად მივიდა. იხილეთ იოანეს სახარების პირველი თავის 29 მუხლი. მეორე მხრივ, ზოგიერთი ნიჭი მოგვიანებით მოდის. კიშის ძე საული არ იყო ის კაცი, რომელსაც წინასწარმეტყველება ცხოვრების ადრეულ წლებში დაეწყო. ეს მისი ჭაბუკობისას მოხდა, როცა სამუელმა ცხო ისრაელის პირველ მეფედ. მანვე უთხრა, რომ კაცების ჯგუფი შემოხვდებოდა, რომლებიც ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. უშუალო ციტირება რომ მოვახდინოთ, სამუელმა ასე თქვა: უფლის სული გადამოვა შენზე და მათთან ერთად იწყებ წინასწარმეტყველებას. სხვა კაცად გარდაიქმნები. პირველი სამუელის 10 თავის 6 მუხლი. წმინდა წერილის ამ ორი განსხვავებული მოწმობით ნათლად ვხედავთ, რომ ზოგიერთი ნიჭი დედის მუცლიდან დაჰყვება ადამიანს, ხოლო სხვები მოგვიანებით მიეცემა. ქადაგების ქარიზმა. ჩემი ცხოვრების მეორე ქარიზმა საჯარო გამოსვლა გახლავთ. ამ ნიჭის გაზიარება ჩვენს გაგებას კიდევ უფრო გააღრმავებს. როცა ჩემმა მეუღლემ ლიზამ პირველად მოусმინა ჩემს ქადაგებას, წარუშლელი შთაბეჭდილება შეექმნა. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო კოლოსალური კრახი და ნამდვილად არ ვაჭარბებ. ქადაგების პირველი 5 წუთის შემდეგ ჩაეძინა და ასე ღრმად ეძინა ბოლომდე. საშინელი სიტყვა წარმოვთქვი, ფაქტობრივად ლიზას საუკეთესო მეგობარი ემი, რომელიც მის გვერდით იჯდა, ღრმა ძილმა წაიღო ისე, რომ მისი დაღებული პირიდან მომდინარე ნერწყვის ნაკადიც კი შევნიშნე. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ პათეთიკური მქადაგებელი ვიყავი. იმ დროისათვის ადგილობრივ ეკლესიაში ჩემი პასტორის და მისი მეუღლის თანაშემწედ მსახურობდი. ჩვენი ეკლესია ძალზე გავლენიანი გახლდათ შტატებში და 400-ზე მეტ ხელფასიან თანამშრომელს ითვლიდა. ჩემი მოვალეობა გახლდათ პასტორის ოჯახის წევრებისა და ეკლესიაში სტუმრად ჩამოსული მსახურების საჭიროებებზე ზრუნვა. აქ გაურკვეველი არაფერი იყო. ცათა სამეფოში ჩემი პასუხისმგებლობა არა ქადაგებაში, არამედ სცენის მიღმა მსახურებაში გამოიხატებოდა. ამაზე დაწვრილებით სხვა თავებში ვილაპარაკებ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დავიწყე საკუთარი მსახურება, რადგან ღმერთმა მაჩვენა, რომ მის სიტყვას მსოფლიოს ერებს გამოუცხადებდი. ჩემი მაშინდელი შეცდომა ამის გაკეთებას საკუთარი ძალით ვცდილობდი. გარდა ამისა, უმთავრესად ჯერ ისევ სხვა ადამიანის მსახურებაში მონაწილეობით შემოვიფარგლებოდი. სხვისაში ერთგულებას ვცდილობდი. იხილეთ ლუკას სახარების 16 თავის 12 მუხლი. მთელ ჩემს თავისუფალ დროს და ენერგიას საკუთარი ქადაგებების შექმნას, დახარისხებისა და გამოტანას ვახმარდი. უმჯობესი იქნებოდა მთელი ეს დრო უკეთეს მსახურად და ჩემი ცოლისათვის უკეთეს ქმრად ჩამოყალიბებისათვის დამეთმო, თუმცა ზოგჯერ მწარე გაკვეთილების სკოლა უნდა გავიაროთ. მოკლედ, ისმაილის მსახურების შობის პროცესში ვიყავი. რატომ ვუწოდებ ასე? ბიბლიაში ამის ანალოგია არსებობს. ღმერთი აბრაჰამს დაელაპარაკა, როცა ის უკანასკნელი 75 წლის იყო და ძის აღთქმა მისცა, რომლის მეშვეობითაც მრავალი ერის მამად იწოდებოდა. დაპირებიდან 10 წელი გავიდა და ბავშვი ჯერ კიდევ არ ჩანდა, აბრაჰამს კი 85 წელი შეუსრულდა. ამრიგად აბრაჰამმა და მისმა ცოლმა სარამ ღვთის დახმარების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც მისი დაპირების შესრულებას უზრუნველყოფდა. მთელი ამ ადამიანური ძალისხმევით ისმაილი იშვა. ამრიგად ამ სახის მცდელობას ისმაილის მსახურებას ვუწოდებ.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზოგიერთები ფულსაც მაძლევდნენ. ისინი ჩემს თვითდადგენილ მისიას ბევრის მსახურებას მივყიდე. ჩვენი დევიზი გახლდათ მსოფლიოს მოპოვება მისი საოცარი ნათლის მეშვეობით. ახლა როცა ამ სიტყვებს ბეჭდავ, ჩემს უგუნურებასა და უმწიფრობაზე მეცინება. ჩვენი ისმაელის პირველი 4 ნაწილიანი კასეტა რეალურად იმ ქადაგებას მოიცავდა, რომელზეც ჩემს ცოლსა და მის მეგობარს ჩაეძინათ. რამდენ სხვას ჩაესმა იგი იავნანასავით და მოსმენისას ჩაეძინა. ჟრუანტელი მივლის, როცა ამაზე ვფიქრობ. კინ დაიჯერეთ გინდა რა, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. იმ დროისათვის ჩემი გმირი გახლდათ დიდი მახარებელი T.L. ოსბორნი, რომელიც ახლა ზეცაშია. მან და მისმა ცოლმა ცხოვრების მანძილზე გადარჩენამდე მიიყვანეს 50 მილიონზე მეტი ადამიანი. მინდოდა ჩემი ქადაგება ანალოგიური ყოფილიყო. მათ სიტყვას საათობით უსმენდი და ხმის ტემბრს, ტონებს, მოძღვრებებს, ძალისმიერ განცხადებებს და იუმორსაც კი ვსწავლობდი. მე ორიგინალური, მაგრამ მომაბეზრებელი მქადაგებელი კი არ ვიყავი, არამედ ვიღაცის საშინელი ასლი. ოსბორნი კომუნიკაციის ოსტატი გახლდათ. როცა ჩვენს ეკლესიაში იქადაგა, ყველა გაფაციცებით უსმენდა მის ყოველ სიტყვას. ერთხელ ის ღვთის დიდ მოძრაობაზე ლაპარაკობდა, რომელიც აფრიკის უზარმაზარი კრუსეიდის დროს მოხდა. ამ ამბის გაზიარებისას ისე იყო სავსე ცხადი სასწაულების შთაბეჭდილებით, რომ აღფრთოვანებულმა წამოიძახა: ოჰო! შემდეგ შეჩერდა. ყველანი სკამების კიდეებზე ვიჯექით დაძაბულები და ხუმრობით წამოისროლა. ის სიტყვა იმდენად საოცარი იყო, რომ იგივე ოჰო გახლდათ ოღონდ უკუღმა წაკითხული. ყველამ გაიცინა. ასე მხოლოდ მას შეეძლო. მაშინ ბრიყვი და გულუბრყულო ვიყავი, ამიტომ ეს მიდგომა ავიტაცე და რეგულარულად დავიწყე ოჰოს გამოყენება სწორედ ისე, როგორც T.L. ოსბორნმა გააკეთა იმ კონკრეტულ შემთხვევისას. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ არავინ იცინოდა, თუმცა მაშინ ამას ვერ ხვდებოდი. ბოლოს გავტყდი ჩემს პირად ბრძოლებში დროდადრო სახით არაერთხელ დამხობილი. ამის შემდეგ საოცარი ცვლილება მოვიდა. ერთხელ კიდევ დავიწყე მსახურების იმჟამინდელი პოზიციით სიამოვნების მიღება. ახლა მთელ თავისუფალ დროს ჩემს ქორწინებასა და მეგობრებს უთმობდი. ცხოვრება სრულფასოვანი, უხვი და დასრულებული გახდა, ხოლო ტანჯვა წარსულში დარჩა. ნამდვილი კმაყოფილების პოვნის შემდეგ ადვილი იყო ჩემი მცდელობების ამაოების დანახვა და ბევრის მსახურების თავიდან მოშორება. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ღმერთი დაპირებულს მოიტანდა, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივით არ მოხდებოდა. სიმშვიდისა და უშფოთველობის ადგილზე აღმოჩენის შემდეგ თავად მიხვდებით, რომ ღვთიური შეწევნა რამდენიმე თვეში მოვიდა. ახალგაზრდების პასტორის პოზიციის დაკავება მთხოვეს აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკლესიაში. არასოდეს დამავიწყდება პირველი კვირა დღე. ჩვენი ეკლესიის პასტორის საქვეყნოდ ცნობილი გახლდათ. იმ დროს ადამიანები ყოველ კვირა დღეს გრძელ რიგად მწკრივდებოდნენ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ შენობასი შემოსვლა შეძლებოდათ. ყოველ მსახურებაზე დარბაზი გადავსებული იყო. ყოველთვის იყვნენ ვიზიტორები სხვა შტატებიდან და ქვეყნებიდან, რომლებსაც ჩვენს მსახურებაზე დასწრება სურდათ. მსახურება სრული სვლით მიმდინარეობდა. საოცარი თაყვანისცემა გქონდა. ერთ-ერთი პირველი, რაც ჩვენმა პასტორმა გააკეთა, ახალგაზრდების ახალი პასტორის წარდგენა გახლდათ. ეს მე ვიყავი. ჩემდა გასაკვირად მან გამოსვლა და კვირის მსახურებისათვის შეკრებილთათვის რამდენიმე წუთიანი სიტყვით მიმართვა მთხოვა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი პანიკაში ჩავარდა. ალბათ მეც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი, ამაზე დაფიქრების დრო რომ მქონოდა. გამაოგნებელი იყო. 2800 ადამიანის წინაშე გამოსვლა მთხოვეს. ლიზა შეწრწუნებული იჯდა, რადგან იცოდა რა გველოდა. როგორ შეიძლებოდა ამ კატასტროფისაგან თავის დაღწევა? ალბათ ეს ბოლო შემთხვევა იქნებოდა, როცა ხალხი კათედრიდან მისმენდა. სრულიად ნათელი გახლდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მთავარ მსახურებაზე აღარავინ მიმიწვევდა. მთელი ეს შიშები ყალღზე დადგნენ ლიზას გონებაში, როცა პლატფორმაზე მიმიწვიეს. მოგვიანებით მითხრა, რა გამწარებული ლოცულობდა, რომ T.L. ოსბორნის მიბაძვა არ დამეწყო, განსაკუთრებით ოჰოს უკუღმა გამოთქმის ჩემეული, ორიგინალური და უხერხული სტილით. როცა კათედრასთან აღმოჩნდი, ჩვენმა უფროსმა პასტორმა მიკროფონი მომაწოდა. 60 წამში მთელი ეკლესია ფეხზე იდგა მოწონებით, აპლოდისმენტებითა და აღფრთოვანების შეძახილებით უსმენდა ჩემს ნათქვამს. 4 თუ 5 წუთი ვილაპარაკე და მთელი ამ დროის მანძილზე 2800 კაცი ფეხზე იდგა. შემდეგ მიკროფონი პასტორს გადავეცი და ჩემს ადგილს დავბრუნდი. მომდევნო 5 წუთი ვკანკალებდი ადრენალინისგან თუ ღვთისთან დასწრებისგან ან ორივესგან ერთად. ჩემი ცოლი გაუგნებული იყო და არ ჯეროდა რაც მოხდა. მსახურების შემდეგ ასე მითხრა: ჯონ, ვფიქრობდი ნეტა ვინ ჩასახლდა ჩემი ქმრის სხეულში მეთქი. ჩემი პირველი მსახურების დროს ტექსასში ვცხოვრობდით. ეს ახალი ეკლესია კი ფლორიდაში გახლდათ. ლიზა წლების მანძილზე ასე აღწერდა მომხდარ ამბავს. ჯონი სხვა ადამიანად გარდაიქმნა, როგორც კი ფლორიდის საზღვარი გადავლახეთ. იგივე ითქვა საულზე, როცა მის ცხოვრებაში ღვთის ნიჭი გამოჩნდა. იხილეთ პირველი სამუელის 10 თავის მე-6 მუხლი.
ამ შემთხვევიდან მოყოლებული ვქადაგებ, ვასწავლი და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვდივარ, მაგრამ უმეტესად ძალდაუტანებლად მოქმედებ. რთული დროების შესახებ სხვა თავებში გიამბობთ. ასე მოქმედება ტანჯვას აღარ უკავშირდება. ყველაფერი ადვილად მოდის ჩემი ისმაელის მსახურების ფუჭ ძალისხმევასთან შედარებით. ისმაელისა და ისაკის დროების შედეგები დღე და ღამესავით განსხვავდებოდა. მოდი ფლორიდაში იმ პირველი კვირის მოვლენებს გავუსწროთ და 8 წლით წინ გადავიდეთ. Messenger International-ი უკვე მყარად დაფუძნებულია. ფარეხში საგაზაფხულო დალაგებას ვაწარმოებთ. როცა ყუთებსა და მილებს მივადექით, ჩემი პირველი კასეტების წყებას მივაგენით. მათ შორის ის ქადაგებაცერია, რომლითაც ლიზა და მისი მეგობარი მივაძინე. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავაპირე მათი სანაგვეში გადაყრა, მაგრამ მოულოდნელად სულიწმინდის ხმა მომესმა. შვილო, ნუ გადააგდებ ამ კასეტას. სასტრაფოდ შევეპასუხე. რატომაც არა, საშინელებაა. ამას არავინ არასოდეს არ უნდა მოусმინოს. უნდა განადგურდეს. ისევ გავიგონე. ნუ იზამ ამას. სრულიად ვაცნობიერებდი, რომ ღვთისმა მესმოდა. ამიტომ ვკითხე, რატომ? ეს შენი დაცვაა, ნათლად გავიგონე გულში უფლის ნათქვამი. დაცვა? ამის შემდეგ მოვიდა სიბრძნე. შვილო, მინდა ყოველთვის გახსოვდეს, რა საშინელი მქადაგებელი ხარ ჩემ გარეშე. რაც წლები გადის, მით უფრო მეტად ვაცნობიერებ დაცვის ფაქტორს. გასული 3 ათწლეულის მანძილზე ეს ნიჭი ძლიერად მოქმედებდა და უხნაყოფს წარმოშობდა. უამრავჯერ მინახავს ატმოსფეროს შეცვლა, ქების ამაღლება გამოცხადებამდე, მრავალი ადამიანის სულის ხსნა და ურიცხვი სასწაულის გამოვლინება. ბევრმა აღნიშნა სამუდამოდ როგორ შეიცვალა მათი ან ეკლესიების ცხოვრება. ყველა ამ ნაყოფის გათვალისწინებით ადვილი იქნებოდა მეფიქრა, რომ რაღაც წვლილი მეც მიმიძღოდა, მაგრამ შემიძლია პავლე მოციქულივით გულწრფელად განვაცხადო, ვიშრომე, თუმცა არა მე, არამედ ღვთისმადლმა, რომელიც ჩემთანაა. 1 კორინთელთა მე-15 თავის მე-10 მუხლი. მთელი ამ წლების განმავლობაში არ დამვიწყებია, რა საშინელი მქადაგებელი ვიყავი ღვთიური ქარიზმის გარეშე. გააქვთ ბოძებული ნიჭი. ესენია ღვთისგან ბოძებული 2 ნიჭი ჩემს ცხოვრებაში მსახურებისა და სხვათა აღშენებისათვის. შეგიძლიათ გაიგოთ, რა ბრძოლაში გავიარე? ალბათ თქვენი მცდელობები გქონდათ ქარიზმის აღმოსაჩენად, რომ თქვენი ცხოვრება ნორმალური ყოფილიყო. შესაძლოა ამ აღწერილობის კითხვისას თქვენი იმედგაცრუება კიდევ უფრო იზრდება გაფიქრებისას, არავითარი ნიჭი არ მაქვს. გარწმუნებთ, რომ გექნებათ და ნათელი გახდება მომდევნო 2 თავიდან. ერთ კითხვაზე პასუხის გაცემას შეგპირდით. ღვთის შვილებიდან ზოგიერთი, ბევრი თუ ყველა იღებს ნიჭს? სწრაფი პასუხია დიახ. ამას წმინდა წერილიდან მოკლედ დაგიმტკიცებთ. ამ კითხვაზე ამომწურავად ვიმსჯელებთ და უფრო მეტიც, წიგნის დასრულებამდე მტკიცედ იქნებით დარწმუნებული, თუ როგორ აღმოაჩინოთ თქვენი ქარიზმა და მასში იმოქმედოთ. ეს ღვთის სამეფოს მშენებლობაში თქვენს ნაყოფიერებას გაამრავლებს.